საბათის მარში რამდენიმე წუთის წინ დაიძრა ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან. საქართველოს მოქალაქეები ამ წუთებში იმყოფებიან ეგრეთ წოდებული დოქების მიმდებარე ტერიტორიაზე და მიემართებიან მთავრობის ადმინისტრაციისკენ, იქ სადაც გაგრძელდება საპროტესტო აქცია. თქვენ ხედავთ აქციის მონაწილეებს, რომლებსაც გაშლილი აქვთ აქ ბანერი, სწორედ ამ ბანერზე არის დატანებული ის მთავარი სლოგანი, რომელიც არის დღევანდელი საპროტესტო აქციის მთავარი გზავნილი, როცა სახელმწიფო ივანიშვილს ემსახურება, სოფლები და ქალაქები იცლება. სწორედ ასეთია აქ ყოფი ადამიანების გზავნილი დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის, რადგან აქ ყოფი ადამიანები თანხმდებიან იმაზე, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ქვეყანაში არის ემიგრაცია, რადგან სოფლები და ქალაქები წარიელდება, რადგან საქართველოში ადამიანებს არ აქვს სამუშაო ადგილები, ვერ პოულობენ უკეთეს მომავალს და ისინი იძულებულები არიან, რომ ემიგრაციაში წავიდნენ. რა თქმა უნდა, დღევანდელი აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სამართოს მოსამართლებას სულად გაიზიარეს ივანიშვილის მოთხოვნა, რომ ეს ადამიანები ციხეში ყოფილიყო, ამას ამბობენ ის ადამიანები, საპროტესტო მარშს მოუწოდიან. ჩვენ შეგვიძლია გავისაუბროთ აქციის მონაწილეებს, მეც თუ რა აქვთ ახლა მათ სათქმელი, ჩვენ პირდაპირ ეთერში მოვისმენთ. საღამოშვიდობის პირდაპირ ეთერში ვართ. დღევანდელი აქციაც ემიგრანტებს ეძღვნება, იმ ადამიანებს, რომლებიც ძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ქვეყნიდან წავიდნენ. რა იქნება მთავარი სათქმელი ამ ადამიანებისთვის და პრინციპში ხელისუფლებისთვის, რადგან მათი პოლიტიკის შედეგია, რომ ეს ადამიანები დღეს თავიანთ საცხოვრებელ სახლებში არ არიან. რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ მტკივნეული და მწვავე საკითხია დღეს საქართველოსთვის, როდესაც ამდენი ადამიანი ტოვებს სახლებს, ტოვებს ოჯახებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს ადამიანები დავაბრუნოთ სახლებში, დავაბრუნოთ ოჯახებში და შევქმნათ პირობები, რომ აქაც იარსებოს. რატომ იცვლება სოფლები ხალხისგან? ბატონო, დიდი მადლობა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია დაბრუნდნენ ემიგრანტები ქვეყანაში და ამისთვის ხელისუფლებამ უნდა შეუქმნას შესაბამისი პირობები. უბრალოდ სოფელს შეხვდებით, როდესაც ბალახებია შეძდილი, დაცარიელებული და ნორმალურ პირობებში ადამიანებს არ უნდა უწოდეთ თავისუფალი სახკარის მიტოვება. ამიტომ ეს არის უდიდესი გამოწვევა და ეს არის ხდება მხოლოდ ერთი რამის გამო, როცა სახელმწიფო ემსახურება ივანიშვილს და ერთი ადამიანის ინტერესებს, უამრავი პრობლემა ჩნდება, მათ შორის ემიგრაცია. იმიტომ ჩვენ კარგად გვახსოვს ამ ადამიანმა როგორ დაგვიანოცა წადით აქედან და იმუშავოთ სხვაგან. უნდათ რომ ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ გააფორმონ ისე რომ რუსეთს უნდა ჩაბარდეს, მაგრამ ავიწყდება ხელისუფლებას ის რომ ქართველი ხალხი არ დათმობს ამას და ამიტომ ჩვენც ამ ქართველი ხალხის გვერდით ვდავართ და რაც შეეხება ემიგრანტებს, რა თქმა უნდა 100,000-ობით ადამიანია ვიცით გასული ჩვენი ქვეყნიდან და რისთვის ყველას თავისი ოჯახი ენატრება, თავისი შვილები, თავისი ქვეყანა, მაგრამ იმდენად უჭირთ და იმდენად დიდი გასაჭირი შეუქმნა ამ ხელისუფლებამ ადამიანებს, რომ წავიდნენ და უცხოეთში ცხოვრობენ და ისიც ევროპაში, ხო იქედან ეხმარებიან ადამიანებს და ესენი ევროპას აგინებენ და ჩვენი ემიგრანტები ევროპიდან არჩენენ ოჯახებს. კატასტროფული მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ქართული ოცნების პოლიტიკას აქვს რეგიონები ჩაგდებული. ესე იგი სოფლებში ფაქტობრივად ახალგაზრდები აღარ არსებობენ. ოჯახი არ არსებობს ერთი ან ორი წევრი რომ არ იყოს წასული ემიგრაციაში. ეს არ გულისხმობს შიდა ემიგრაციას, მათ შორის არის ძირითადად უბრალოდ არიან საზღვარგარეთ საშოვარზე წასული ადამიანები. ეკონომიკურმა მდგომარეობამ მიიყვანა იმ სიტუაციაში საქართველოს მოსახლეობა, რომ რეგიონები დაცლილია და ფაქტობრივად არის ეს გაპარტახებულია სოფლები. მე მინდა რომ მე ჩემმა შვილიშვილმა იცხოვრო თავისუფალ საქართველოში, რომელიც იქნება ასოცირებული განვითარებული სოფლიოსთან და განვითარებული სოფლიო დღესდღეობით, როგორც ვიცით, არის ევროპა, შეერთებული შტატები და არა ირანი და რუსეთი. და ჩვენ პირველ რიგში ჩვენ სინდისის პატიმრებისთვის, ასევე საქართველოსთვის ვიბრძვით, თავისუფლებისთვის და აუცილებლად ეს მთავრობა უნდა წავიდეს, გამოვიდნენ პატიმრები და საქართველოში უნდა დამყარდეს მშვიდობა, სამართლიანობა. რიგით
36 საპროტესტო მარში, მას შემდეგ რაც რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყო, სწორედ ამის შემდგომ შეიცვალა დანიშნულების ადგილი და აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, რომ შაბათის მარშები სწორედ ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან ყოფილიყო. დანიშნულების მთავარი ლოკაცია, ბოლო ლოკაცია აქციის მონაწილეების არის მთავრობის ადმინისტრაცია, სადაც ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში გაჩერდებიან და გააჟღერებენ იმ მთავარ მოთხოვნებს, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში მათ აქვთ. დღევანდელი მარში მაყურებელს შევახსენებ, რომ ეძღვნებათ ემიგრანტებს, რადგან აქ ყოფი ადამიანები ამბობენ, რომ სწორედ ემიგრანტების დაბრუნება არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ საპროტესტო აქციების, რადგან ივანიშვილის გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოქალაქეები წავიდნენ ქვეყნიდან. აქ ყოფი ადამიანები ამბობენ იმასაც, რომ ისინი დადიან ქალაქებში, სოფლებში, სადაც ხედავენ დაცარიელებულ საცხოვრებელ სახლებს და სწორედ ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ საპროტესტო მარშები, რომლებიც ფაქტობრივად უკვე 2 წელია რაც იმართება, ემიგრანტებსაც მიუძღვალ. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მთელი 1 თვის განმავლობაში საპროტესტო მარშები მიეძღვნებათ ემიგრანტებს, თუმცა მთავარი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, არის ის, რომ გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები, რადგან აქ მყოფი ადამიანები ერთხმად თანხმდებიან, რომ ის ადამიანები, რომლებიც საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაიჭირეს, არიან პირადად ბიძინა ივანიშვილის ტყვეები.